ქართულმა ოცნებამ მოქალაქეებს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო უჩივლა. სასამართლომ კი ნაწილი უკვე 4000 ლარით დააჯარიმა. ქართულმა ოცნებამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივლა ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკოსებს და მათ შეურაცხყოფას ედავება. 4000 ლარით უკვე დაჯარიდნენ ეკა მიშველაძე, ბაია პატარაია, ალეკო ელისაშვილი, ქუთაისში. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ეს კანონის სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის შეზღუდვაა. მათი განცხადებით ყოველი ნაბიჯით რუსეთს უახლოვდებით და ცენზურა წესდება. ის რაც ხდება, ეს უკვე ცენზურის გაბატონება არის. მე ასე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ტელევიზიებში, მასმედიაში, არამედ უკვე უბრალოდ ჩვენ სტატუსებსაც აკონტროლებენ და რაც ყველაზე საინტერესოა, რასაც თვითონ ჩათვლიან შეურაცხყოფას, იმას თვლიან შეურაცხყოფად. ანუ არა აქვს მნიშვნელობა კრიტიკის, ესე იგი, როგორ კრიტიკას დაწერ. შეიძლება საკმაოდ ისეთი იყო მოგძალებული, მაგრამ ეს მაინც შეურაცხყოფად ჩათვალოთ. ამიტომ დღეს იმაზე საუბარი, რომ მე შევარბილებ, ანუ არ ვიქნები რაღაც ძალიან არ გამოვიყენებ ცუდ სიტყვებს და ამის გამო არავინ დამიბარებს და ამის გამო არ დამაპატიმრებენ, ამ ჯარიმას არ მომისჯიან, ეს მე მგონი უკვე ისეთი ბლეფია და ისეთი არასწორი წარმოდგენა იმაზე, რაც ხდება საქართველოში, რომ თუ ვინმე ამას ფიქრობს, ეს ნიშნავს, რომ ალბათ აბსოლუტურ გაურკვევლობაშია დღემდე. უნდა დაუპირისპიროს საზოგადოებამ. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას უკვე უნდა კონდეს დაპირისპირებული მძლავრი პროტესტი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის წინააღმდეგ. სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვერ აცნობიერებს ეს რა საფრთხეს უქმნის. ჩემს კოლეგებს კი არა, აქტიურ ადამიანებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს კი არა, რომლებიც არ ერიდებიან საკუთარი აზრის გამოხატვას მასმედიაში თუ თავის პოსტებში, ეს რომ უზარმაზარ საფრთხეს უქმნის თითოეულ ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს და არ ერევა, სწორედ მათ ეხება პირველ რიგში. აი, როდესაც ამის გააზრება მოხდება, ვფიქრობ, მაშინ ჩვენ ნამდვილად არ გვემუქრება არც რუსეთი და არც მენტალური ოკუპაცია. ახლა ჩვენ ჭირს ეს მენტალური ოკუპაცია. სამწუხაროა, მაგრამ მე ასე მგონია. ჩვენ ვართ რუსეთში. ძალიან მალე თეთრი ფურცლის გამო ადამიანებს დაპატიმრებენ და ეს ალბათ თუ ასე გაგრძელდა, ჩვეულებრივად იქნება მიჩნეული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გააზრება უნდა მოხდეს იმისი, რა ხდება ჩვენს თავს. ის რაც ჩვენს ქვეყანაში გასული თვეების განმავლობაში ხდება, პრინციპულად მიუღებელი არის. ყოველ დილით ვიღვიძებთ და ვეცნობით და ვკითხულობთ ახალ კანონებს, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს მიღებული. რამდენიმე დღის წინ მათ მიიღეს კანონი იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელში ჩვენ ადამიანებს არ გვაქვს უფლება გამოხატოთ ჩვენი პოზიცია. უკვე დაიწყო ჯარიმები. ამ ყველაფერს ჩვენ მედიის წარმომადგენლები ვგმობთ და ვფიქრობთ, რომ ეს არის სიტყვის და გამოხატვის სრული შეზღუდვა, რაც მიუღებელი არის, რაც არ ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში და შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს დღეებში უკვე ველოდები მიიღებენ კანონს რებუსების აკრძალვის შესახებ და შეიძლება მასზე საკმაოდ სოლიდური ჯარიმებიც იყოს. მივმართავ ქართულ ოცნებას, ჩვენ ეს სცენარი უკვე ვნახეთ ყოფილი ხელისუფლების დროს. ამ სცენარმა არ გაამართლა, შეუძლებელი არის ქართველი ხალხის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მათ 9 წლის განმავლობაში შეეცადნენ, რომ მარწუხებში მოექციათ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა ეს არ გამოუვიდათ, დამარცხდნენ. ასევე დამარცხდებით თქვენც. Facebook პოსტების გამო მოქალაქეების პასუხისგებაში მიცემას აფასებს ადვოკატი ვალერი თევდორაძე და აცხადებს, რომ ეს საჯარო მოხელეს აძლევს უფლებას გაექცეს თმენის ვალდებულებას.
ეს არის ცენზურის და რეპრესიების ერთობლივ გაერთიანება და თავდაცვის გარკვეული მეთოდების შემუშავება ქართული ოცნების მხრიდან. ოღონდ თავდაცვას ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მახინჯი გაგება აქვს, იმიტომ რომ აქ თავს რეალური საფრთხისგან კი არ იცავენ შეფასებიდან. ჩვენ კანონმდებლობაში გვაქვს ასეთი შვენიერი ორი სიტყვა ერთმანეთთან შეთანხმებული თმენის ვალდებულება. და რეალურად სავსებით ცხადია უკვე რომ საერთოდ გაუქმდა ეს არანაირ თმენის ვალდებულება აღარ არის და აღარ არსებობს რეალურად ჩვენს სამართლებრივ სივრცეში და ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ მოწმეები და მონაწილეები პროცესისა, როცა ქვეყანაში მკვიდრდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ამას არანაირი სამართლებრივი კონტროლი აღარ აქვს, ეს აღარ არის რაიმე ჯანსაღი მიზნის და ლეგიტიმური მიზნის დაცვისკენ მიმართული ქმედება, ეს არის ქართული ოცნების თანამდებობის პირების პირადი კომფორტისთვის განსაზღვრული ქმედებებით. ამ ეტაპზე ეს ინიღბება როგორც რადიკალების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, მაგრამ ხვალ როცა ჩვეულებრივი ახლა ვითომ და აპოლიტიკურ და პოლიტიკა არ მაინტერესებს მოქალაქე რაიმეზე გამოთქვამს უკმაყოფილებას, ის უცებ აღმოჩნდება ამ კანონების მსხვერპლი და მერე გაანალიზებს ამ ყველაფერს, მაგრამ ამ დროს ურემი უკვე გადაბრუნებული იქნება. ეს მოვლენათა, რა თქმა უნდა, პესიმისტური განვითარების პირობებში და რეალურად ჩვენ სხვა გზა ამ წუთში არ გაგვაჩნია თუ არა ამ ხელისუფლების ლეგიტიმური გზებით შეცვლა და გაშვება იქ, სადაც მათი ადგილი არის იმ ბნელ ჯურღმულებში, საიდანაც ამოვიდა ეს დაჯგუფება და მოექცა საქართველოს სათავეში. რითაც ეგზისტენციალური საფრთხე შექმნა ქვეყნის განვითარების. შეგახსენებთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ქართულმა ოცნებამ პროევროპული აქციების პარალელურად აამოქმედა და გაამკაცრა. ამავე ცვლილებების მიხედვით Facebook პოსტების გამო მოქალაქეებს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა, ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.